ირანში 40 დღიანი გლოვა გამოცხადდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზია მაყურებელს ტირილით აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულები არიან ხამენეის შვილი და სიძეც სხვა ლიდერებთან ერთად. ამერიკას გულში დანით დავჭრით, ასეთია თეირანის მუქარა. მათ ასევე ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეტევითი ოპერაცია დაანონსეს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. მუქარას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. მათთვის აჯობებს ასე არ ქნან, რადგან თუ ამას იზამენ, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რაც მათ არასდროს უნახავ დაწერა სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტმა. თეირანიდან უკვე ვრცელდება კადრები, როგორ უხარიათ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია. ხალხმა ისრაელის იერიშის შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ქანდაკება წააქცია. ისრაელში კი დილიდან საჰერო განგაშის ხმა ისმის. ირანის საპასუხო იერიშებს უკვე მოყვამს მსხვერპლი თელ-ავივში. თეა თეთრაშვილს და ისრაელს ვთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. თეა გისმენთ. დიახ, გიორგი, გეტყვით, რომ საკმაოდ მძიმე ღამე იყო და განსაკუთრებით იერიშები ინტენსიური გახდა, თარგმნაც დაახლოებით დილის 6 საათზე. ფაქტობრივად არ შეწყვეტილა სარაკეტო დაბომბვა ისრაელის ტერიტორიას, ეს იყო სამხრეთი, ქვეყნის ცენტრალური რეგიონი და ასევე ჩრდილოეთ რეგიონები. ამ წუთებშიც ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ რამდენიმე წუთში მოსალოდნელია საჰაერო განგაში გამოცხადეს და ჩაირთოს უკვე თელ-ავივში, ვინაიდან დაფიქსირებულია ირანიდან უკვე ბალისტიკური რაკეტების გამოშვება, შესაბამისად ნებისმიერ წუთს აქ შეიძლება ჩაირთოს განგაში სირენა. შეეხება გუშინ გვიან ღამით მომხდარ დაბომბვებს 40 ადამიანი არის დაშავებული, არის მსხვერპლით გარდაცვლილია 40 წლის ქალი და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მას შემდეგ, როდესაც უკვე თელ-ავივის ცენტრის დაბომბვა მოხდა. 40-ზე მეტი შენობა არის დაშავებული, როგორც თელ-ავივის მერია აცხადებს და ამ დრომდე მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა. თავად სხვა რეგიონებში პირდაპირ მოხვედრები ჯერჯერობით არ ყოფილა არსებული ინფორმაციით და არც დღეს დილანდელ იერიშებს ჯერჯერობით საბედნიეროდ არ მოყოლია არც მსხვერპლი და არ არიან დაშავებულები, ასეთია ბოლო ინფორმაცია. რაც შეეხება თავად ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაციას, ჩვენ უკვე ვიცით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ავიაცია გააგრძელებს ინტენსიური იერიშების მიტანას. გვიანღამეთ უკვე პირდაპირ იერიშები ირანის სამხედრო ობიექტებზე უკვე მიიტანეს შეერთებული შტატების ავიაციამაც და ასევე ცნობილი გახდა, რომ ოპერაციაში ჩაერთო დიდი ბრიტანეთიც. ეს უკვე დადასტურებული ცნობია და უკვე ცხადია, რომ შეიკრა კოალიცია. ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში გუშინ ვრცელდებოდა. განსხვავებული ინფორმაცია არ იყო ოფიციალური დადასტურება, მათ შორისაც კი, როდესაც უკვე ოფიციალურმა წყაროებმა დაწერეს ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპს და ბენიამინ ნეთანიაჰუს აცნობეს, რომ სულიერი ლიდერი გარდაცვლილი არის დილით თეირანის დაბომბვის შედეგად. თეირანში დაბომბვის შედეგად მაშინაც კი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიფინგზე არაფერი თქვა ამასთან დაკავშირებით დადასტურებით და მხოლოდ დონალდ ტრამპმა უკვე საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია და შესაბამისად განაცხადა, რომ ოპერაციის ომის დაწყების პირველივე დღე იყო წარმატებული და შესაბამისად ახლა უკვე მოლაპარაკება ირანთან იქნება უფრო მარტივი. ხამენეი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი მკვდარია. ეს არის სამართლიანობა არა მხოლოდ ირანის ხალხისთვის, არამედ ყველა დიადი ამერიკელისთვის და ადამიანებისთვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც ხამენეიმ და მისმა სიცხლის მსმელმა ბანდამ მოკლა ან დაასახიჩრა. ეს არის ირანელი ხალხისთვის ყველაზე დიდი შანსი დაიბრუნოს თავისი ქვეყანა. ჩვენ გვესმის, რომ მათი რევოლუციის გუშაკთა კორპუსის, სამხედრო და უსაფრთხოებისა თუ პოლიციის ძალების ბევრ წევრს აღარ სურს ბრძოლა და ჩვენთან იმუნიტეტს ეძებენ. იმედია რევოლუციის გუშაკთა კორპუსი და პოლიცია მშვიდობიანად შეუერთდებიან ირანელ პატრიოტებს და იმუშავებენ ერთად, რათა ქვეყანას დაუბრუნონ ის სიდიადე, რომელსაც ის იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს.
ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან სანამ ეს საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობის დასამყარებლად მთელ ახლო აღმოსავლეთში და რა თქმა უნდა მთელ მსოფლიოში. ირანმა განაცხადა, რომ ისინი დღეს ძალიან ძლიერ დარტყმას განახორციელებენ, ისე ძლიერს როგორც არასდროს, თუმცა უმჯობესია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ მათ ისეთი ძალით დავარტყამთ, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ. ძლიერი იერიში თეირანის გულში განადგურდა დიქტატორ ხამენეის კომპლექსი. 3 წლზე მეტი ხნის განმავლობაში ეს სასტიკი მმართველი ავრცელებდა ტერორს მთელ მსოფლიოში, ავიწროებდა საკუთარ ხალხს და განუწყვეტლივ მუშაობდა ისრაელის განადგურების გეგმაზე. ეს გეგმა აღარ არსებობს. დღეს ჩვენ გავანადგურეთ აიათოლების რეჟიმის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რევოლუციური გვარდიის მეთაურები და ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელები. უახლოეს დღეებში ტერორისტული რეჟიმის ათასობით სამიზნეს დავარტყამთ. ჩვენ შევქმნით პირობებს, რათა მამაცი ირანელი ხალხი გათავისუფლდეს ტირანიის ბორკილებისგან. ამიტომ კვლავ მოგმართავთ თქვენ, ირანის მოქალაქეებო, არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა. ეს არის თაობაში ერთხელ მოცემული შანსი. მალე მოვა თქვენი მომენტი, როცა გამოხვალთ ქუჩებში, რათა დაასრულოთ საქმე და დაამხოთ ეს ბოროტი რეჟიმი, რომელიც ცხოვრებას გიმწარებთ. დახმარება, რომლის იმედიც გქონდათ, მოვიდა. ისრაელის ძვირფასო მოქალაქეებო, მომდევნო დღეებშიც დაგჭირდება იგივე სიმტკიცე და რკინის დისციპლინა, გაცემული ინსტრუქციების შესრულებაში. ამერიკამ და სიონისტურმა რეჟიმმა ირანელი ერის გული ცეცხლის ალში გაახვიეს. ჩვენ მათ გულებს დავწვავთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სიონისტმა დამნაშავეებმა და უსირცხვილო ამერიკელებმა თავიანთი ქმედებები ინანონ. მამაცი ჯარისკაცები და ირანის დიდი ერი დაუვიწყარ გაკვეთილს ჩაუტარებს ამ ჯოჯოხეთურ საერთაშორისო ჩაგვრილებს. არწუთებში ბანგაში არის ჩართული, ამიტომ მოიძულებული ვარ შევწყვიტო ჩართვა და ჩავიდე თავ შესაფარში. როგორც უკვე გითხარით, გაგრძელდება ისევ იერიშები, არის მუხარა ირანიდან. ეს ოპერაციაც არ შეწყდება, ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ავიაციას მძიმე დარტყმები მიაქვს სარაკეტო გამოშვების პუნქტების დანადგარებზე და როგორც ცნობილია, ბალისტიკური რაკეტების გამოშვების დანადგარების ძალიან დიდი რაოდენობა უკვე განადგურებულია.